პირველ კლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. პროცესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს. ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება. ვალდებულოდ შემოდიან სკოლაში ის მოსწავლეები, რომელთაც უსრულდებათ 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო 16 სექტემბრიდან ვიდრე 31 დეკემბრის ჩათვლით ნებაყოფლობითია სკოლაში სწავლის გაგრძელება. თავად მშობელი წყვეტს შემოიყვანოს ბავშვის სკოლაში თუ დატოვოს საბავშვო ბაღში. მოუწოდებ მშობელს და კანონიერ წარმომადგენელს, რომ მოეკიდოს ყურადღებით ამ პროცესს, რათა შეუფერხებლად უზრუნველყოთ ბავშვის სკოლაში რეგისტრაცია. ხელოვნების სკოლის პირველ კლასელს მართა გელხვიძეს კლასიკური მუსიკის მე-17 რესპუბლიკურ კონკურს ფესტივალზე იპოვეს შენი ვარსკვლავი პირველი ოფიციალური გამოსვლა ჰქონდა. 6 წლის გოგონასთვის სადებიუტო კონკურსი წარმატებული აღმოჩნდა. აქ მან პირველი ადგილი, ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება მოიპოვა. ძალიან მიყვარს სიმღერა. მონაწილეობა მივიღე კონკურსში, იპოვა შენი ვარსკვლავი. გავიმარჯვე და ავიღე პირველი ადგილი და ოქროს მედალი. ძალიან მიხარია, ჩემთვის ეს პირველი კონკურსი იყო. დიდი მადლობა ჩემს ნონა მასწავლებელს. პირველი ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა ხელოვნების სკოლის კიდევ ერთი ვოკალისტი დავით გურამიშვილი. მე მონაწილეობა მივიღე თბილისის ბავშვთა და მოზარდთა მე-17 რესპუბლიკურ ფესტივალ კონკურსში. იპოვა შენი ვარსკვლავი, სადაც დავიმსახურა პირველი ადგილი და ოქროს მედალი. ეს გამარჯვება ჩვენთვის არის мотиваცია მომავალი კონკურსებისათვის. მადლობას ვუხდით ჩემ პედაგოგ ნონა ფერაძეს და ხელოვნების სკოლას. ორივე წარმატებულ მოსწავლეს ვოკალს ნონა ფერაძე ასწავლის. ვოკალური მიმართულების პედაგოგს ხსენებული წარმატებების შედეგად საუკეთესო პედაგოგის წოდება მიენიჭა. პირველი წელია, რაც ჩემთან დადის მართა, არის ძალიან მონდომებული ბავშვი, გონიერი და პირველ წელსვე დავდებით შედეგი. გავიმარჯვეთ კონკურსში, მივიღეთ პირველი ადგილი და ოქროს მედალი. ეს ჩვენთვის არის დიდი мотиваცია, რომელსაც შემდეგ წლებში ალბათ გავამოჯობესებთ და უფრო წარმატებული წლები გვექნება. დავით გურამიშვილი ჩემთან უკვე 3 წელიწადი არის დადის და ყოველ წელიწადს გვაქვს შედეგებს ვდებთ და წელსაც დავდეთ შედეგი, მივიღეთ პირველი ადგილი. არაერთ კონკურსში, სხვა კონკურსშიც მივიღეთ პირველი ადგილი. დავითი არის გონიერი ბავშვი ასევე. მომყვება და ცდილობთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ. მე-17 რესპუბლიკური კონკურს ფესტივალის კიდევ ერთი გამარჯვებულია მარიამ ზიბზიბაძე, რომელიც ფორტეპიანოს პედაგოგ იზაბ ხაკაძესთან სწავლობს. აღსანიშნავია, რომ ხელოვნების სკოლა ბროლის სამახსოვრო პრიზით დაჯილდოვდა და მიენიჭა სანიმუშო სკოლის წოდება. გვაქვს წარმატებები, რა თქმა უნდა, ყოველ წელს. ზედმეტ ნაკლებად წელს მივიღეთ კიდევ დამატებით სანიმუშო სკოლის წოდება, ეს წამახალისებელია ჩვენთვის სკოლისთვის და პედაგოგებისთვის. ეს წარმატებები ყველაფერი პედაგოგების დამსახურება, მათი შრომა, მათი თავდადება. ბავშვებს უნდა ხელს გვიწყობდნენ, რა თქმა უნდა, და მოისმინეთ კიდევაც, როგორი წარმატებულები არიან. ულოცავთ ბავშვებს, პედაგოგებს. კლასიკური მუსიკის მე-17 რესპუბლიკური კონკურს ფესტივალი თბილისში აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში ჩატარდა. კონკურსში ქვეყნის ყველა რეგიონიდან ასეულობით ნორჩი მუსიკოსი მონაწილეობდა. მიზანი ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და мотиваციის ამაღლება. ზესტაფონის სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა თურქეთის ქალაქ ერზრუმში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე 4 პირველი, 1 მეორე და 1 მესამე ადგილები დაიკავეს.
ასპარეზობის ჩემპიონის მედლები სემნარ ბენდელიანმა, დემეტრე ბირბიჩაძემ, გიორგი დვალმა და თამაზ ღვანიძემ დაისაკუთრეს, ხოლო მეორე ადგილის პრიზიორი გიგლა დვალი გახდა. მესამე პოზიციაზე ნოდარ ჯუღელი გავიდა. ამ შედეგებით ზესტაფონელმა ძიუდოისტებმა საერთაშორისო ტურნირზე გუნდური პირველი ადგილით დაიკავეს. ძიუდოისტები ასპარეზობისთვის მწვრთნელმა ნიკა სვიანაძემ მოამზადა. ვიჭიდავ სამი შეხვედრა და დავიკავე პირველი ადგილი. მინდა მადლობა გადავხადო ჩემს ზრდელებს, ნიკა სვიანაძეს და კობა სვიანაძეს. და კიდე უნდა ვივარჯიშო, რომ გავხდე მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური ჩემპიონი. თურქეთში გამართულ შეჯიბრზე დავიკავე პირველი ადგილი. ვიჭირე 4 შეხვედრა, მე ჩემი შედეგით ვარ ძალიან კმაყოფილი, უფრო ბევრს ვარჯიშებ და გავხდები მსოფლიოს ჩემპიონი. ფინალში ავხდი თურქს, ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო, მაგრამ ბოლოს მაინც დავამარცხე. მე ჩემ მადლობას ვუხდე ჩემს სტუდენტებს, კობა სვიანაძეს და ნიკა სვიანაძეს. თურქეთში ჩატარდა ძიუდოს შეჯიბრი, სადაც იყვნენ მოწვეული თურქები, აზერები და ქართველები. ვიჭიდავ 5 შეხვედრა, გავიმარჯვე, დავიკავე პირველი ადგილი და მოვარჩი ვაპირებ ამ ვარჯიშის გაგრძელებას და ვესწრები რომ გავხდე ოლიმპიური, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი. და სამი შეხვედრა დავამარცხდი ერთ ნახევარფინალში და გავაგზავნე ბრძოლა მესამე ადგილისთვის, სადაც დავამარცხე აზერბაიჯანი და დავიკავე მესამე ადგილი. ჩემი შედეგით ვარ კმაყოფილი და მინდა რომ უფრო მეტად ვივარჯიშო, რადგან შემდეგში შევძლო და დავიკავე პირველი ადგილი. ზესტაფონის მარგვეთი საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ირაკლი ძიძიგურისა და მისი ასისტენტების მიხეილ კობეშავიძის, ვატო თევზაძისა და გიორგი ვაშაყმაძის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა მესამე ადგილისთვის მატჩი მიხეილ სალაძის სახელობის სპორტის სასახლეში გურჯაანის დელტა 97-79 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში სუპერლიგის საპრიზო ადგილი პირველად დაიკავა. წლებია მესამე ადგილი ერთი მატჩით თამაშდება და ის მეტოქედაგან იმ გუნდის მოედანზე იმართება, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატი უკეთეს ადგილზე დაასრულა. ზესტაფონის მარგვეთი ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე იყო, გურჯაანის დელტა კი მე-7-ზე. მესამე ადგილის მფლობელთათვის განკუთვნილი მედლები და სიგელები მარგვეთის წევრებს ზესტაფონის მერთან ერთად სუპერლიგის დირექტორის მრჩეველმა კობა კობიაშვილმა გადასცა. რაც შეეხება შეხვედრის დეტალებს, მარგვეთი თავიდანვე დაწინაურდა სწრაფი თამაშითა და კომბინირებული შორი და ახლო დისტანციიდან შეტევებით ქულებს წარმატებით იხვეჭდა. მასპინძლებმა მოიგეს პირველი და მეორე პერიოდი. მესამეს დასაწყისში კი 15 ქულით დაწინაურდნენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ გურჯაანელები მესამე პერიოდში საგრძნობლად გააქტიურდნენ და ქულათა შორის სხვაობა ერთამდე შეამცირეს. ზესტაფონელებმა მატჩის ბედი წუთებში გადაწყვიტეს. ქრისტიან ჯონსის ზედიზედ სამქულიანებს აკოლ მავეინმაც სამიანი მიაყოლა. მარტინმაც ჩააგდო და სანდრო სანაძემ შორის სროლით წერტილი დასვა. ზესტაფონელებთა ლიდერობამ 15 ქულას მიაღწია და ცხადი გახდა, რომ დარჩენილ 4 წუთში მასპინძლები ბრინჯაოს მედლებს აღარავის დაანებებდნენ. მარგვეთში 23 ქულით ჯონსი და მარტინი გამოირჩნენ. ვახტანგ გაფრინდაშვილმა 20 ქულა მიითვალა, სანდრო სანაძემ 18. დელტაში 22 ქულით საუკეთესო პოტერი იყო, ლინჩმა 16 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. სუპერლიგის საჩემპიონო სერიის პირველ მატჩში ქუთაისმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უმასპინძლა და 20 ქულიანი სხვაობით წააგო. სერიის მეორე მატჩი ისევ ქუთაისში 22 მაისს გაიმართება. ფინალური სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება.